Another day, another ანანოს ლექციები, ან არ ვიცი, ლექცია კი არა ხალხო, ეს უნდა იცოდეთ ხალხო. მაგიათვილებს ცხოვრებას, არსებობას. დღეს რაზენა ვილაპარაკო. დრო გავადა შეიძლება ყველაფერი დრომ მოიტანა. დრო. დრო რა არის? დროზე რო ვიძახით ყველაფერს დრო. შეხედე, დრო როგორია, ხო? ეს არის წარსული, ეს არის ახლა, ეს არის მომავალი, ხო? ანუ შენ აქ ხარ. და განახებთ ახლა დრო როგორია კვანტური ფიზიკით. შეხედეთ მეგობრებო. ახლა აწმყო, იძახიან ხო, რომ წარსული და წარსული. წარსულიდან გადადიხარ ახლა და ახლიდან მომავალში. ასე მიდიხარ. არა, შეხედეთ, ეს არის ახლა აწმყო. ეს არის შენი მდგომარეობა. არაფერი არ არის ახლა ამ მომენტის გარდა. არც წარსული, არც მომავალი. ლოგიკური კითხვა გაგიჩნდებათ მაშინ, როგორ მახსოვს ჩემი წარსული? წარსული გახსოვს მოგონებების საშუალებით, მაგრამ ეს ამ მოგონებებს ვინ იხსენებს? შენი ახლანდელი ეს ვერსია, ხო? ის წარსული ვერსია უკვე აღარ არსებობს, მაგრამ შენ ეხლა, ანუ შენ აკეთებ ასოციაციას მაგ შენ წარსულთან, რომ კი ეს ვიყავი მე, ეს გავაკეთე მე. მაგრამ ეს აღარ არსებობს, იმიტომ რომ ყოველ მომენტში შენ იცვლები. ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ, რომ აი ტანჯვა და ისე რომ ვაიმე რატომ ვიქეცი ეგრე, იმაში რატომ ვიქეცი ეგრე. ყოველ მომენტში ვიქცევით ისე, რომელიც არის იდეალური ვარიანტი. ყოველ მომენტში ვიქცევთ ისე, რომელიც არის იდეალური ვარიანტი. ანუ დრო ეს არის ახლა, ეს არის მომავალი, ეს არის წარსული. ანუ ახლანდელი მდგომარეობიდან მოდის ეს ორივე. და ესე კი არა რომ ასეთ ჯერ არის წარსული, მე გადადიხარ ახლაში და ანუ აწმყოში და მე გადადიხარ მომავალში. არა, ასე არ გადადიხარ. მდგომარეობა რა არის ეს მდგომარეობა, რო ვიძახი ასეთ ძალიან მდგომარეობა არის აზრები, ფიქრები, გზნობები, რაც ამ მომენტში გაქვს. შეგიმჩნევიათ რომ როცა ამ მომენტში მაგალითად ახლა ვაკეთებ პლანკა, რო ვარჯიშობ ან რაღაც ავტობუსოდები, დრო იყინებ გეგონება ძალიან იძლება დრო, მაგრამ როცა ძალიან ბედნიერი ხარ, დრო მალე გადის. დრო არ გადის ყველასთვის ერთნაირად. ვრიშ ფოთვა ვისაც გაქვთ, არ მოისმინოთ ახლა რასაც ვიტყვი. არსებობს სხვადასხვა ვერსია მოვლენის. ან მაგალითად, მე რო გადავდივარ გზაზე. აი თუ მწვანე გადავედი გზაზე, არავინ არ გამიტანა ვარჯამთელი, მაგრამ ხო არსებობს ვერსია, ხო შეიძლება რომ მოხდარიყო ისე რომ მე გადავსულიყავი, მაგრამ არ შევეხი და რა ფერის არის ეს რა ქვია, შუქნიშანი და გავეტანე მანქანას. ხო შეიძლება, ანუ ჩვენ ვირჩევთ რაღაცნაირად, ანუ კი არ ვირჩევთ, ანუ ვაკონტროლებთ, მაგრამ თან კონტროლის ილუზია უბრალოდ, თორემ მართლა კი არ ვაკონტროლებთ. ბოლოს ისიც მინდა გაიგოთ, რომ ყველაფერი თითქმის არის 50-50, ანუ რა ვიცი, მიდიხარ გასაუბრებაზე რა, სამსახურის შესახებ. აგიყვანებენ თუ არა, მაგ სამსახურში არის შანსი 50-50. და გადიხარ გარეთ და აი რაღაც რომ ჩამოვარდეს ზევიდან და დაგეცეს რამდენი პროცენტობა რო შეიძლება მართლა იქ მოხდეს 50-50, ან კი მოხდება, ან არ მოხდება. კვანტური ფიზიკა იძახის, რომ ყველაფერი არის სუპერპოზიციაში რა. უბრალოდ ჩვენი დაკვირვების, ჩვენი მოქმედებების საშუალებით ვაღვიძებთ, ან ვაქრობთ მაგ მომენტებს. რას ნიშნავს ეს? რატო დავხატე ეს? ანუ რატო არა? ახალი დავხატე, მოკლედ. ეს ხარ შენ ახლა. ესა შენი ენერგია, ეს სულ გაქვს შენ. ენერგიაზე ახლაც ეს მომენტი შენ სულ გაქვს. შენი მდგომარეობა, ერთი მდგომარეობა, ანუ შენ ასე გზნობ ამ მომენტში გაბრაზებული ხარ, როგორი ემოციები გაქვს. ეს სულ უდრის შენს გამოცდილებას. მოდი ვიღოთ მაგალითი. წარსულში გაგიტეხეს გული, რა ვიცი, ვიღაც ბიჭმა აი რაღაცები გითხრა და აი მაგის მერე ფეხარენდობ ბიჭებს და აი მერე გიზიხება ბიჭები. მომავალში შენს რას შეამჩნევ? რანაირი ტიპის ბიჭებს მოიცდევ შენი აზრით? ისეთ ბიჭებს, რომელიც შენს ისევ ფიქრებს მათზე, რომ ნაგვები არიან და ნაბიჭები არიან, დაადასტურებ. რაზეც გაქვს ფოკუსი, იმას შეამჩნევ ზუსტად. შეჯამება. თუ წარსული არსებობს მხოლოდ ჩვენი მოგონებების გამო, მომავალი იქმნება ჩვენი მოგონებების, ჩვენი გამოცდილების და ჩვენი მიდგომების გამო, მიდგომების შესაბამისად. ამიტომაც მე თუ ვიტყვი, რომ ბიჭები კი ნაგვები არიან, მაგრამ არის რამოდენიმე ვინც არის წესიერი, ჩემს რეალობაში, ჩემს მომავალში არის რაღაც პროცენტობა, რომ შეიძლება გამოჩნდეს ბიჭი, რომელიც მოლში შევამჩნევ, რომ ესე არ ყოფილა, იმიტომ რომ ფოკუსი აღარ მექნება იმაზე, რომ ასეთები არიან. თუ შეიცვლი შენს მიდგომას, დაინახავ ახალ რეალობას, ანუ რეალობა კი არ შეიცვლება, უბრალოდ შენ მოგერგება, იმიტომ რომ შენ ხარ ენერგია.